ბანერები გადმოფინეს კონსერვატორიიდან, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, აგრარული უნივერსიტეტიდან, თეატრალური უნივერსიტეტიდან, ასევე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბათუმშიც მიმდინარეობს ეს საპროტესტო პერფორმანსი, შეიძლება ასე ითქვას, და ჩართული არის 7 უნივერსიტეტი ამ პროტესტში. ჩვენ ამ წუთებში სამხატვრო აკადემიაში ვიმყოფებით, აქ სტუდენტები ბანერებით ხელში მოვიდნენ, ხელოვნება არ ცნობს მონობას, საქართველოს ჩვენგან იწყება, სტუდენტები გამოდიან რეპრესიების წინააღმდეგ. ეს ბანერები აქვს სტუდენტებს აქ მოტანილი, მათ სურდათ, რომ ცენტრალური შესასვლელიდან შესულიყვნენ სამხატვრო აკადემიაში, თუმცა კარი დაკეტილი დახვდათ, ამის შემდეგ უკანა შესასვლელიდან შემოვიდნენ შენობაში. ამ წუთებში შენობაში ვიმყოფებით და ველოდებით დაცვის სამსახურის ნებართვას იმის თაობაზე, რომ სამხატვრო აკადემიის აივნიდან გადმოიფინოს საპროტესტო ბანერები და ამით კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი, რომ ეს სფერო, კულტურის სფერო და ზოგადად საზოგადოების დიდი ნაწილი არის პროტესტში ერთიანი და პროტესტი არის უწყვეტი. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით პროცესზე ჯერ ველოდებით ნებართვას, რა მდგომარეობა არის, რას გეუბნებიან და თუ შეძლებთ რომ გადმოფინოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გვინდოდა ჩვენ ამ ბანერების გადმოფენა ცენტრალური გზის მხარეს, თუმცა გვეუბნებიან, რომ ამჯერად აკადემიაში არის საყოველთაო დასვენების გამო დაკეტილი აკადემია, შესაბამისად აუდიტორიებს ვერ გააღებენ, ჩვენ კი აივნებზე აუდიტორიის მხრიდან გვაქვს გასასვლელი, ამიტომ ამ ეტაპზე აუდიტორიებში ვერ შევდივართ, აივანზეც ვერ გავდივართ და ამ ბანერებსაც შესაბამისად ვერ ვფენთ, თუმცა ეს არ დაგვიშლის იმისთვის, რომ ამ აივნებზე მოხდეს ეს ბანერები, ამიტომ ჩვენ გზას მოვნახავთ რამე რას აპირებთ, როგორ განათავსებთ? არ ვიცი, ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, თუმცა მაინც შევძლებთ. თქვენ კითხავთ, უშლით რაიმე ხელს დასვენების დღეები იმაში, რომ ვერ გადმოფინოთ ბანერები და თუ გაქვთ მხარდაჭერა სამხატვრო აკადემიის მმართველი გუნდის მხრიდან? არ გვაქვს მხარდაჭერა, არანაირი მხარდაჭერა არ გაგვაჩნია მათი მხრიდან. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ მხარს გვიჭერენ, მაგრამ ამისთვის საჭირო მოვალეობებს არ ასრულებენ. სამხატვრო აკადემია ეკუთვნის სტუდენტებს, მაგრამ ასე არ ჩანს, რადგან ისინი ჩვენ არანაირად არ გვიჭერენ მხარს და არ არიან პროცესებში ჩართულნი. უნდა გქონოდათ დღეს ნებართვა, როგორ ფიქრობთ, ამ დრომდე 5-ზე უნდა ყოფილიყო ეს წარმოდგენა, უნდა გადმოგეფინათ ბანერები, ვერ გადმოფინეთ, რატომ არ გაქვთ ეს მხარდაჭერა, რას ფიქრობთ? ფიქრობ, რომ ყველას რაღაც უშლის ხელს იმაში, რომ პროტესტი გამოხატოს, რაღაც გამოხატვის საშუალება უნდა იყოს ამისთვის, მაგრამ სტუდენტებს არ უნდა გვიშლიდნენ, რომ ჩვენი გამოხატვის თავისუფლება შევძლოთ და აი ამებით ვაჩვენოთ, რისი თქმა გსურს სულ ყველას. ეს შენობა ეკუთვნის სტუდენტებს და ჩემი აზრით თავისუფლად უნდა შეგვეძლოს, რომ მოვიტანოთ ბანერი და თუნდაც გადმოვფინოთ აივნიდან. დიდი მადლობა, თქვენც კითხავთ, სტუდენტები გაერთიანდით, ჩვენ ვხედავდით ბათუმის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს, შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში 23 ღამე არის სტუდენტები ათენებენ და აპროტესტებენ, ითხოვენ ახალ არჩევნებს. რამდენად ერთიანები ხართ ამ ბრძოლაში და როგორი არის თქვენი როლი მთლიან ზოგად პროტესტში? ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა სტუდენტებთან, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ აკადემიას, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსაც ჩვენი ხმა და ჩვენი სათქმელი გვეთქვა და ანუ გვინდოდა რომ შევერთებოდეთ ერთიანებაში ყოფილიყავით ყველანი და შესაბამისად ანუ დღევანდელი დღეც მაგას ემსახურება, რომ ზუსტად ანუ აი ეს თავისუფლება არ გვაქვს რა სტუდენტებს და ეს სოლიდარობა გვინდა გამოვუცხადოთ ყველა იმ დაკავებულ ადამიანს, ვინც უკანონოდ დაიჭირეს, პლუს რაც ხდება ანუ ჩვენ ქვეყანაში, რომ ევროპისკენ გეზი აღარ გვაქვს და ნუ სრული განკითხაობა რაც არის რა და ნუ იდეაში სიმართლის სათქმელად გამოვედით ყველანი რა. დიდი მადლობა, თქვენც კითხავთ, თუ შეიძლება ვერ გადმოფინეთ ამ დრომდე ბანერები, რაც გქონდათ გეგმაში, თუმცა ეს რაიმე კუთხით თუ შეაფერხებს და თქვენ პროტესტს თუ შეაჩერებს რაიმე კუთხით? არა, ეს ჩვენს პროტესტს არ შეაჩერებს, რა თქმა უნდა, გზას გამოვნახავთ და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება დასაწყისი დიდი საპროტესტო ტალღის სტუდენტების მხრიდან, რომელიც იქნება საფუძველი ცვლილების.
დიდი მადლობა. თქვენ ხედავთ სამხატვრო აკადემიის შენობაში სტუდენტები ახლა სხედან კიბეებზე, მათ არ მიეცათ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ მიეცათ საშუალება იმისა, რომ მთავარი აივნიდან, რომელიც გრიბოედოვის ქუჩიდან წინა მხარეს ჩანს, გადმოეფინათ ბანერები, სადაც საპროტესტო შინაარსის წარწერები არის განთავსებული და ასევე განთავსებულია ის, რომ საქართველოს ჩვენგან იწყება და ხელოვნება არ ცნობს მონობას და შესაბამისად ხელოვნება თავის თავში გულისხმობს თავისუფლებას. არ ვიცით როგორ განვითარდება ამ კონკრეტულ ლოკაციაზე ამ უნივერსიტეტში მოვლენები, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე უნივერსიტეტმა უკვე მოახერხა ბანერების გადმოფენა, მათ შორის კონსერვატორიის სტუდენტებმა უკვე მოგვაწოდეს ვიდეო ჩანაწერი, რომ მათ შეეძლეს და გადმოფინეს ბანერი შენობიდან. ვნახოთ როგორ განვითარდება სამხატვრო აკადემიაში მოვლენები, თუმცა დღეს სტუდენტებმა უპრეცედენტო ერთიანობა აჩვენეს, მათ მცირე დაბრკოლებები ხვდებათ წინ, მათ შორის თეატრალურ უნივერსიტეტშიც დღეს რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროტესტს ხელი შეუშალოს იმ კუთხით, რომ ვინც დატოვებს საპროტესტო შენობას იმ ადგილს, სადაც ღამეს ათენებენ სტუდენტები, ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებიან, თუმცა ეს ადამიანები სტუდენტები აცხადებენ, რომ მსგავსი წინააღმდეგობები მათ უფრო აძლიერებთ.